გამე 11 საათზე მიგოქვს მედიკამენტები სოფელ ჩანჩეთში არჩეულამდე მომიყვანა მანქანა შემდეგ კი ჩვენი ძალებით ვაგრძელებთ სიარულს -9 გრადუსში მოხალისეები დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ გურულებს უკვე მესამე დღეა ეხმარებიან. ისინი შესაბამისი მანქანებით ხშირად ფეხითაც გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში ადიან და მოქალაქეებს საკვებსა და მედიკამენტებს, ასევე ტელეფონის უკაბელო დამტენებს აწვდიან. გოგმოჩაურში ამოვედით. კიდე 1.5 საათის გზა გვაქვს. საათნახევარი მოვდივართ. ხო, საათნახევარი მოვდივართ. არა ხო გზა სანამ ტრაქტორი არ გაწმინდავს ხო ხო და მე იქ ჩავალთ ქვევით მანქანები გველოდება სანამ ეს ტრაქტორმა გაწმინდა იმ სოფლებში სადაც მისვლა ვერც მანქანით და ვერც ფეხით ხერ ხდება მოხალისეები თოვლში ჩარჩენილ ოჯახებს დრონების საშუალებით ეხმარებიან. აი ვაჩხარებ. ეს არის ტრუქი, რომელიც კიდია. ამ შემთხვევაში დრონს მიმაგრებული გვაქვს და ესეთი შედი გვაქვს გურიაზე. ეს სიმაღლე არის 57 მეტრი და მიუახლოვდება 3. აი ამას ვეძახით. ცოტა ხანი დაგველოდეთ. წავიდა დაშვება. მიწას რო შეეხება всё, ეგ არის მანდარის მედიკამენტები და მანდარის დიდი power bank-ი, რომელსაც მიხვდებით როგორ გამოიყენოთ. გურიის სოფლებში მოხალისეება ძირითადად პროევროპულ აქციებში მონაწილე პირები იმყოფებიან, მათ შორის მსახიობები და რეჟისორები. აი ხავარ წვერმაღალაში ამოსულები ერთი ოჯახი არის აქ ვისაც ჩვენი დახმარება უნდა და ბიჭები მუშაობენ. ძმებო რა შვებით? ორი ცალ-ცალკე უნდა იყოს, თუ ესე პროსტა ერთი. არა, აი ესე მთლიანი გამოვათავისუფლოთ, რომ აქ მერე მოვტრიალდე. წავიდეთ უკან. ესე იგი, აქ გავაჩერეთ მანქანა და მეტი ვეღარ მივდივართ. წინ იმიტომ რომ ხე არის წაქცეული და ვერ ჩეხავთ, ეხლა აქედან ფეხით უნდა გავაგრძელოთ სიარული. ნუ ზამაღ. უნდა გავაგრძელოთ, ფეხით იმიტომ რომ მარტო ვერ წაიკეთეთ. ხო და აი აქ ეხლა აქ საერთოდ არავინ არ არის ნამყოფი. თქო აქ ტრაქტორს აქ ერთხელ გავლილი და დამთავრდა. ამ კაცთან არავინ არ ყოფილა არასდროს. მოხალისეები თოვლში ჩარჩენილ ხალხს გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ეხმარებოდნენ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოქალაქეებს მათ სახლებიც გადაუთოვლეს. 28 თებერვალი უკვე ღამის პირველი საათი. ლომები ტაჩი გიორგი ავიტანეთ მონასტერში მედიკამენტები დედათა მონასტერში საკვები აუტანეთ მიშო რა ქვია ამ სოფელში შემახსენე ორაგვე სოფელი ორაგვე თოვლის საფარველი მეტრანახევრიდან 2 მეტრამდე ეხლა ეს ბურანისგან არის დატკეპნილი და გაგვიმართლა რომ ვეშვებით ეხლა მთებიდან და უნდა ჩავიდეთ ლანჩხუთში ღამის მარშით ზალა ერთობაშია ყველაფერი კარგად იქნება აგე ჩვენი ადგილობრივი მასპინძელი კაცი ყველაფერი არის ძიმეთ მაგრამ იდეალურად სტაბილურად ძიმეთ ხო სტაბილურად ძიმეთ აი წინ კიდე ყოფა გადაგვარჩეს ჩვენი ბიჭები მიდიან აი ესე
ერთ სტიქიას ვეხმარებით ხალხს. გურიაში მეოთხე დღეა მუშაობს ძლიერი საქართველოს საგანგებო შტაბი. კოალიციის მიერ დაქირავებული სპეციალური ტექნიკა ჩართულია გზების გაწმენდის სამუშაოებში. ძლიერი საქართველოს ინფორმაციით ადგილზე მყოფი კოალიციის წევრები მოსახლეობას დახმარებას უწევენ პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქციით. დღეს დილას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ურეკში ჩავიდნენ. ღამით შემოვიდა კიდევ დამატებითი ტექნიკა, დილიდან უკვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, მუშაობთ ძირითადად სოფლის გზებზე, მუშაობთ ლიხაურში, სადაც არის ორსული ადამიანი და მის სახლთან მისასვლელი გზა არ არის წესიერად, აგრეთვე ჩოხატაურის სოფლებში, სოფელ ნაგომარში, ჯუმათში, სადაც ძალიან დიდი პრობლემა იყო ზურგეთის რაიონში, სპეცტექნიკა იმუშავებს სრული დატვირთვით, ალეკო ელისაშვილი თავის გუნდთან ერთად წასული არის მაღალმთიან სოფელში, არის სოფელ მთისპირში იმყოფება ახლა და ადამიანებს, ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება უკვე გადათოვლის პროცესში, ის ფიზიკურად მუშაობს როგორც მაშველი და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ვატო სურგულაძემ როგორც გუშინ, ასევე დღესაც დაიწყო უკვე პირველადი სამედიცინო დახმარების და კონსულტაციის გაწევა ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. გურიაში არსებული ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს ოზურგეთის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან თათია ნიკოლაშვილი. ათეულობით სოფელი, როგორც ეხლა ხედავთ ერთ-ერთ ფაქტს, მოწყვეტილი არის გარესამყაროს უკვე ერთი კვირაა. უფრო მაღალ სოფლებში ერთ კვირაზე მეტია. ასეულობით ოჯახი მოწყვეტილია გარესამყაროს, ჩარჩენილი არიან ისევ ბავშვები, მოხუცები. ყველაზე მძიმე ამბავი არის ის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგია უკვე 5 დღეა, მე-6 დღეა არ მიეწოდება ადამიანებს, უკვე კომუნიკაციის პრობლემა არის ადამიანებთან. ვერ გადიან კომუნიკაციაზე ადამიანებთან, ფიზიკურად ვერ მიდიან, ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრები. არ ვიცით როგორაა ძალიან ბევრი ადამიანი და ბევრ ოჯახთან კავშირი ვერ ხერხდება მათ შორის მოხუცებთან და შვილბავშვიან ხალხთან. ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ამტკიცებს, რომ დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს აქტიურად ებრძვიან. ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს გურიის რეგიონში ჩავიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, ჯამში 10,000 ყუთი პროდუქტებითა და მედიკამენტებით. უკვე მე რამდენი დღეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი აქტიურად ებრძვის სტიქიას, სრული მობილიზებაა როგორც საკვები პროდუქტის კუთხით, ასევე მედიკამენტების მიმართულებით. აღნიშნული პროდუქტების დარიგებაში აქტიურად არის ჩართული თავდაცვის ძალების შესაბამისი ტექნიკით, ასევე გადაუდებელი სამსახური და მუნიციპალური სამსახურები ამოქმედებულია ცხელი ხაზი და შემოსული ზარების შესაბამისად ვახდენთ რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში კიდე გადაგვყავს მოქალაქეების შესაბამისად უსაფრთხო ადგილას. დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავების პროცესში მესამე დღეა ჩართული არიან საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები. ისინი შესაბამისი ტექნიკით სოფლებამდე და სახლებამდე მისასვლელ გზებს ასუფთავებენ, მოსახლეობას კი საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს აწვდიან. ჯარისკაცები მოქალაქეებს სახლების სახურავების გადათოვლასა და ეზოების გაწმენდაშიც ეხმარებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გურიასა და იმერეთში იმყოფება დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებისა და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ვახტანგ გომელაურმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ლევან ჟორჟოლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს. უწყების ინფორმაციით ვერტმფრენის საჭიროებისამებ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას. საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით გურიაში გზების 80% გაწმენდილია, ელექტროენერგიის გარეშე რჩება 5,000 აბონენტი, გაზმომარაგება კი დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს აღუდგა.